მოგესალმებით UG Hub-ის YouTube არხზე ხართ ისევ და დასაწყისშივე არხი უნდა გამოიწეროთ, თორემ მე გავიწყდებათ ხოლმე და ჩვენ ისევ ქოროს ქვის ვუყურებთ ერთად. მეც ვუყურებ ახლა თქვენთან ერთად, რომ ჩაიწერება გადაცემა, მე ვზივარ და ვუყურებ ხოლმე. საქართველოს უნივერსიტეტი არის წამყვანი კერძო უნივერსიტეტი და ვისაც არ გჯეროდათ, დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიდნენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები. ეხლა გავიცნოთ ერთად ჯერ სტუდენტები, აბა გისმენთ, გააცანით თქვენი თავი რაზე სწავლობთ, რატომ უნდა ჩააბანო საქართველოს უნივერსიტეტში, დიდი მადლობა. მე ვარ ნასრიშვილი გვანსა, სწავლობ პოლიტიკის მეცნიერებებზე და მარტო იმიტომ უნდა ჩააბანო, რომ ალბათ ნომერ პირველი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიაში. სწორია. თქვენ რა სიტყვით? ვენეცკა მარია, მე ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე და იმიტომ უნდა ჩააბაროთ, რომ უმაგრესი სტუდენტური ცხოვრება გელოდებათ წინ. დიდი მადლობა, აბა, ეხლა უკვე წონიან ხალხზე გადავიდეთ, უფრო ლექტორები გავიცნოთ, გაეცანით თქვენს რას ასწავლით. გამარჯობა, მე ვარ ვაჟა სოფრომაძე, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი, ვასწავლი პოლიტიკის მეცნიერების შესავალს. რატომ უნდა ჩააბარონ ჩვენთან? იმიტომ რომ ყველაზე კარგი პრაქტიკული გამოცდილება ექნებათ სწორედ ჩვენს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით. კი ბატონო, დიდი მადლობა და დავჭი მე შალვა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერების სკოლის ასოცირებული პროფესორი და პროგრამის ხელმძღვანელი და ჩვენთან რატომ უნდა მოხვიდეთ? იმიტომ რომ ჩვენთან თუ მოხვალთ, მე წასვლა აღარ მოგინდებათ და თუ წახვალთ, მაინც დაგვიბრუნდებით საბოლოო ჯამში როგორც პროფესიონალები. კი ბატონო, ძალიან სასიამოვნო, ჩვენ უკვე ყველანი ვიცნობთ ამ ადამიანებს, ესენი საქართველოს უნივერსიტეტში არიან ყოველდღე და შეგიძლიათ ჩააბაროთ და იქ ნახოთ ხოლმე, მე მიესალმოთ და ასე შემდეგ. კარგი, დავიწყოთ დღევანდელი თამაში, ისევ დასწრებაზე ვთამაშობთ, ორივეს შეგიძლიათ დააჭიროთ, დაჭერის შემდეგ შეგიძლიათ იმსჯელოთ, ოღონდ რამოდენიმე წამი და ხო, რა ვიცი, რაც უფრო შორს გახვალთ, შეიძლება რეკორდიც მოხსნათ რა. აბა, თავიდან მარტივი შეკითხვებით ვიწყებთ. წავიდა. რა ჰქვია ევროკავშირის ერთიან ვალუტას? ევრო. ევრო ეთვლებათ იმათ, იმიტომ რომ იმათ უნდა დააჭირეს პირველებმა. ბატონო ქორო, უსტუმროს მე? რას ვიზამთ აქედან რაღაცებს შემპირდნენ? აბა თქვენ რა შეთავაზება გაქვთ? აქედან კონსტიტუციური გარიგება. ნახევარი შეპირებულია. ნუ მაინც სწორად ამბობდა და მე ყურებში ძალიან ისეთი სმენა მაქვს. თუ ვინმე დაიჯერეთ. შემდეგი შეკითხვა. რამდენი ვარსკვლავია ევროკავშირის დროშაზე? 12. 12 სწორი პასუხია, 20 ლარით 20 ლარი. ძალიან კარგი დასაწყისია, მეგობრებო, ვინც ვერ მიხვდით, ნახეთ, იქით სტუდენტი დგას, აქეთ ლექტორი. იქით სტუდენტი, აქეთ ლექტორი, ესე განვლაგდით ჩვენც. მესამე შეკითხვა. ნახე რა მობილიზებულები არიან. რა ქვია სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენელს სხვა ქვეყანაში? აქეთ იყო პირველი. ელჩი. ელჩი სწორი პასუხია. ვა, ძალიან კარგად მიდიხართ, ჯერჯერობით მინდა გითხრათ. აბა, რომელ წელს დაიშალა საბჭოთა კავშირი, ხო? 91-ში. ხო რა, რატო დაგეთანხმე? 1991. საბჭოთა რა უნდა ყოფილიყო სხვა? საბჭოთა არ ვიცი კიდე. საბჭოთა რეები იცი, ჩავამითხო. რაც დაიშალა? ხრუშოვკები. ხრუშოვკები არის მასივში. ხო, მართალია. ხრუშოვკებია. შემდეგი შეკითხვა. მეხუთე შეკითხვაზე გადავდივართ, ძალიან კარგად მივიდივართ. ყველა კითხვა აიღეთ ჯერჯერობით და იქნებ გააკოტროთ საქართველოს უნივერსიტეტი. რომელმა ორგანიზაციამ შეცვალა ერთა ლიგა? გაერო სწორი პასუხია, წამოეწია. აქეთა გუნდი 50 ლარით 100 ლარი. სახელები ხო არ გინდათ თქვენ გუნდებს რო ერქვათ? არ გვიფიქრია მაგაზე, აი ეხლა პასუხის გაცემის პროცესში რაღაც დავიწყოთ, თან ამაზეც ვიფიქრეთ. შეგიძლიათ როცა მოგაფიქრებათ სახელები დაიჭრათ. და მე ბეჭეს დავარტყავ. დავაწეროთ მე ქვემოდან. რომელ ქვეყანას ეკუთვნის ვატიკანი? ვატიკანია ქვეყანა ისედაც. არა, ვატიკანია ქვეყანა. აი, მათ ვაგდა ერთად პირველი. სად არის? ძალიან დაწინაურდნენ. სწორი პასუხი ანუ არც ერთს. ვატიკანია. ნახე, თურმე ის იყო, ფანდი იყო. სანამ დავიწყებდი, თვითონ ვერ აჭერდა. ჩვენ გავხურდით და კარგი, შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ. ლექტორებმაც ვიაქტიუროთ. დაჭერა. ხო, დაჭერა, ხო. კარგი, შემდეგი შეკითხვა. რომელი ორი ქვეყანა ლიდერობს მსოფლიოში ყველაზე მეტი საელჩოთი? აბა, იმსჯელეთ.
მეორე იაპონია ალბათ ან ჩინეთი. შეერთებულსა და ჩინეთი. თქვენ ამერიკა და ჩინეთი. აი მან გაიგო. ამერიკა და ჩინეთი. აბა ჩავხედო მაინც ხო არ შეიცვალა რამე არაფერი არ შეცვლილა ამერიკა და ჩინეთს ისევ ამ წუთისთვისაც ყველაზე მეტი პოლუსიანი საერთაშორისო სისტემა. სხვა დროს მეც საქმე. მე გადაგარჩევ აი ამიტომ გიყვარდეთ ჩვენი გუნდი. არ გვამიწყდებით. ნახოთ. კი ბატონო 60% გვაქვს. კარგი. ჯერჯერობით კარგად მივდივართ, როგორც ხედავთ. შემდეგი შეკითხვა. რომელი ხელშეკრულებით დასრულდა პირველი მსოფლიო ომი გერმანიასთან? აშკარა ჩვენ ვიყავით პირველები. ანუ ვერსალი. დიდი ბოდიშის მოხდით. ხო ახეთ იყვნენ პირველები. იცი მე მგონი იქით განათთა, მაგრამ იქით განათ და? თქვენს ნეპოტიზმში. მაშინ აი რა გინდოდა? იქით თუ განათ და თქვენ ჩამოგწიეთ, ხო იცოდით? კი, რა თქმა უნდა. დაიფიცეთ? დაიფიცეთ. სხვა არ არსებობს. გადავამოწმებ კადრებს. ყველაფერს ვიფიცეთ. აი fair play. აშკარად დავაჭირე პირველი. ანუ აი მე შეიძლება შემიშალა. იქით ეს ახლა ჩემი შეცდომა 50 ლარი დაგვიჯდა? არა, გადავაბრუნდე. შემდეგი შეკითხვა, ამ ქვეყანას ჰქონდა ბირთვული იარაღი და ერთი წამით ვერ მოვისმინე. იმათ ხო დააჭირეს პირველები? და ეხლა აღარა აქვს უკრაინას პირობით. არა. არა, კითხვა არ ვიცით თან ჯერ ბოლომდე. მასე ბევრი არის, მარტო უკრაინა არ არის. ერთ-ერთი შეიძლება ეს არა, იქ არა. მაინც ასოქზე არ და შვედეთია რეალურად და სამხრეთ. ხო, შვედეთი არის. იქებს სხვა არის კითხვა და იქ ხო, კითხვა როგორ მთავრდება? შეიძლება. კითხვა როგორ მთავრდება? კითხვას ვერ დავამთავრებ. მე თან ხმამაღლა. ამ ქვეყანას ჰქონდა ბირთვული იარაღი და ორი და ეს თან არ ვიცით როგორ თავდება. მე ვიცი, უკვე მაგრამ დავაჭირეთ ხილაკს და პასუხი უნდა მითხრა. შენ. არა, უკრაინა უნდა იყოს პასუხი რა. უკრაინა? უნდა უკრაინა არასწორია. ჩამოლაბორანტდეთ, უნდა ნახეთ. ჩამოლაბორანტდეთ. ამ ქვეყანას ჰქონდა ბირთვული იარაღი და შემდეგ უარი თქვა მასზე. შვედეთი. შაბალალა. ხო, სამხრეთ ორი ვარიანტი იყო შვედეთი. სამხრეთ აფრიკა იყო სწორი პასუხი, ამიტომ აი უნდა დაველოდოთ. შაბალალამ შეცვალა თქვენი დანაშაული ყველაფერი დასწრებოდა. შემდეგი შეკითხვა. რომელ ქვეყანას ჰყავს ყველაზე მეტი მეზობელი? რუსეთის ფედერაციას. ეს არასწორია. და ყველაზე მეტი, აი ვინ შეიძლება კიდე რო იყოს? მეზობელი, ანუ მე ვიფიქრე ესაზღვრებას ნაწილში. ყველა მხრიდან უნდა ისაზღვრებოდეს ალბათ რაღაც. უფრო პატარა ქვეყანა იქნება, უფრო პატარა ქვეყანა არის? ლიხტენშტაინი? არა. აი ეგეთი პატარა არა. ხო, ჩვენი პასუხი უკვე არასწორია. ჩინეთი იყო სწორი პასუხი. რომელი პატარა ჩინეთია? არა, რუსეთზე პატარა ხო არის? 20 გვაქვს. 1-200. კარგი, მოიცა არასწორ პასუხებს გასცემ. კარგი. შემდეგი შეკითხვა. რომელ ქვეყანას აქვს მსოფლიოში ყველაზე მეტი დროითი სარტყელი? რუსეთი. ესეც სწორია. არა. სწორია. აბა რომელი არის? მე ვიცი. ეხა უკვე აზრი აღარ აქვს, მაგრამ რუსეთია. რაღაც კონსული არის, ხო? კონძოლი არ არის. საბჭოთა განათლებიდან ეს. მეც ეგრევა. წითელი თეთრი ლურჯი დროშაა. ეს ფერებია ამ დროშაში. ბევრი არის ეგეთი. საფრანგეთი. ანუ ეხა კონსულებსაც თუ ჩავთ. სწორი პასუხი. ხო, საფრანგეთში. კონსულებსაც თუ ჩავთ. აი ეს არის ქოროს კვიზი, ესეთი რთული თამაშია და დღესთან ლექტორები და სტუდენტები რო ყავს მაქსიმალურად რთული თამაში მოვიტანეთ და მე გამიხარდა რომ უკან ჩამოვიდე. ძალიან კარგად მომზადებული. ჯერჯერობით მეკითხებია. როგორ? ჩვენ 70 პირდებით. ჩვენ 70 არ ვიცი ვიფიქროთ. 6-7-ზე შეიძლება. ხო, არა, აი ხა 150 ლარის 60% ჯობია. ეგ საკითხავია. კარგი, შემდეგი შეკითხვა. რომელი არ არის ნატოს წევრი? შვედეთი, ნორვეგია თუ ისლანდია? აქეთ იყო პირველი. მე არც არ ვიტყვი. არა, თქვენ იცით? შვედეთი, ნორვეგია თუ ისლანდია? შვედეთი არის. 5, 4, ისლანდია არა. 3, 2, 1, 0. გესმით? ისლანდია. არ არის. ყველა ნატოს წევრი ქვეყანა.
ყველა? რომელი აქ ტყუილი შეფასება. ეხა მაინც კარგი რა არის. წინ წასვლის საშუალება არ მიეცით. უკან კი ჩამოხვედით, მაგრამ წინ არ წავიდნენ რა. პოზიცია არ დაგიკარგავთ. ჩემი ახლობით აზრით. ერთ ეგ მაგრამ თქვენ ესენით ჩამოვიდნენ არა? არა, ესენი სტარტზე. საიდანაც დავიწყეთ იქ დავბრუნდით. შემდეგი შეკითხვა. ესეც წესით სწრაფად. რომელ ქვეყანას ეკუთვნის გრენლანდია? დანია სწორი პასუხია. რა ვქნა ვაგვიანე. დაბრუნდით ზემოთ. თამაში ვარ. ეხლა გადავდივარ შემდეგ კითხვაზე და ჩამოთვლითაც თუ ჩამოთვლით ან დავუყოთ ხო ბოლომდე შეკითხვას. ვაფშე რა ვიცი. ვაფშე ჩააბარეთ საქართველოს უნივერსიტეტში თან თუ ჩამოთვლიან. მაგრამ იმასაც ჩავუთვლი პასუხს კონკრეტულს. რამდენი ოფიციალური ენა აქვს გაეროს? შეგიძლიათ ყველა ენა ოფიციალური ენა არის გაეროს. არა. პატრო პასუხს მე მეუბნებით? არა. ნახე უცბად იქით იყურებ მე არ ჩვენ ეხლა ეს ვერ ხსოვს. წევრი ქვეყნის ენა არის. ოკეი, კენდური. თუ მაგრამ არ მგონია, მე მგონია 5 მარტო შევსაქმე. აბა კა ინგლისური ხო ვიცი. საიტსახავთ? გერმანული არის, ნახოთ. გერმანული იქნება. ნუ 5 ან ქვემოთ 4 ჩამოთვლით. 3 ორი. 2 იცი რა, შენი პასუხი შენს პოზიციას ნული. მინდა. ყველა წევრის ის არის ოფიციალური ენა. კარგი იქნებოდა ალბათ ძალიან. ჩამოვიდა. უშვებს მაგრამ უშავი სასახლე. და მე რომ ჩამ. 6-ია სწორი პასუხი. ჩამოთვალეთ აბა. ოკეი. უშავი საბჭოს მუდმივი წევრები. ამერიკა, ჩინეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი. ჩინეთი საფრანგეთი. ერთი გამოგჩათ. რუსეთი ერთი ენა გამოგჩათ. ენა? ანუ ენები რამდენი ოფიციალური ენა აქვს გაეროს? არაბულიც. ინგლისური, ფრანგული, ესპანური, არაბული, ჩინური, რუსული. ესპანური. არაბული ესპანური არის. საბჭოში არ არის. თქვა, მერსი, თქვენ. შემდეგი შეკითხვა. რომელი კუნძული მდებარეობს ჩილეში? აღდგომა თუ შობა? ორი ვარიანტია, უნდა გარისკო. აღდგომის კუნძულები ხო, მაგრამ აღდგომის კუნძული არის. არა. იცი რა მოდი, ამჯერად ჩემს ინტუიციას ვენდოთ და შობა ვთქვათ. მაინც პირველი დააჭირეს ხარ აზრი. გესმენთ, პასუხი? მოდი არ ვენდოთ. არ ვინდა ჩემს კუნძული გამოაჩინეს. თუ არ ვენდობით? არ ვინდობით, არა. და ენდობით? არ ვინდობით, არა. თუ ენდობით? აი. ჩვენს არა და მაქსიმუმად ვეცადე რომ 20 ლარი გადამეცა. ვიცოდი, იქ გამოაჩინეს აღდგომის კუნძული. არა, მსჯელობით მივხვდი რომ იცოდით ამ ყველაფრის შესახებ, მაგრამ ორი ვარიანტიდან 50-50-ზე იყო და აქ ვიყოთ ესე. რასაც ვაკვირდები ჩვენი შეთანხმება. 60-ზე ისე კი, 50-იც ჩვენ ჩქარმა პასუხებმა დაგვუპა გვანცა რეალურად. კარგი. შემდეგი შეკითხვა. რომელმა სახელმწიფომ აღიარა პირველმა 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა? აქეთ იყო პირველი. მე მოკლედ ვიცოდი. მე არ ვიტყვი ხა მას. მინიშნება რა შეიძლება? გერმანია. მე იგივე სახელმწიფო. მინიშნება მაქვს. მინიშნება არის? არაფერს არ ვიტყვი. მე არ დაიცა? მომაღლა რო ვიფიქრო, გამოიცნობე. ძალიან დავიბერი ხა გოცა. 91 წელს. კარგად იმღერათა. მოდი თავიდან მიმღერებ ბოლომდე და მარტივად მივხვდები. მადერომენია. რუმინეთო. აი დაასრულა. არ მგონია რა მგონია. რას აფიქსირებთ? არ არის რუმინეთი? რუმინეთია. ნამდვილად რუმინეთია. უნდა ვენდოთ ბატონო. ძალიან ისეთი აი მინიშნება იყო რომ ვერ გამოიცნობდი და ძალიან რთული. მაინც არ შეეროდა. ყოველ სიტყვამდე ველოდებოდი სანამ აი მეგობრებო, საქართველოს უნივერსიტეტში კრიტიკული აზროვნებაც ისწავლება. მაინც ბოლომდე უნდა იფიქროთ, ბოლომდე დაუფიქრდეთ და არხი გამოიწეროთ, რა თქმა უნდა, არ უნდა გავიწყდეთ არხის გამოწერა. კარგი, შემდეგი შეკითხვა. დაასახელეთ, ეს რთულია ცოტა. დაასახელეთ ნაურუს დედაქალაქი. არ დააჭირო.
ღმერთო ჩემო, რა არის ნაურუს დედაქალაქი, ახლა საერთოდ მაშინ დააჭირე. მოიცა. როგორ არა რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს გარისკოს დააჭირე. ნაურუს დედაქალაქი არის ნაურო. ნაუროს ამბობ? არა. ბრაზილია. ოფიციალურად არ აქვს. აუ, აუ. მაშინ ნაურო არის. მთელი ქვეყანაა დედაქალაქი. ოფიციალურად არ აქვს. სამწუხაროდ. წარმოდგენა არ მქონდა ნაურუს დედაქალაქი. თქვენ თუ გონიათ რომ მე აი რა კითხვებსაც ვკითხულობ, წარმოდგენა მექნებოდა რომ არ გადამეკითხა. აი ვანმა მაგით დაგითხრა ძალიან სწორი დედაქალაქი. კარგი, ნახე. არაფერი არ ჩემს მოგასაკეთე. არ უნდა გაგერისკათ ეხლა, იმიტომ რომ მაინც 1, 2 და 3-ში უკვე ახლოს იყავით, მაგრამ ეხაც გააქვთ შანსი. 10 შაურმა არის ხო? არა, ჩემი ის ხო. რა თქმა თქვენს კი უნდა. პატიჟები. 6 შაურმა თქვენია. ოჩ მეგეზიანებს. თუ არა 40. შემდეგი შეკითხვა. რა ეწოდება სახელმწიფოს, რომელიც მდებარეობს ორ დიდ პოტენციურად მტრულ სახელმწიფოებს შორის და ამცირებს მათ შორის კონფლიქტის რისკს? ბუფერული სახელმწიფო. ბუფერული ზონა. სწორი პასუხია. თამაში ვარ. ისე გაიგნორე. შემდეგი შეკითხვა. აუ ეხლა ვაჭერთ რა. ეხლა არა ჭერთ. ეხლა მეგობრებო, დამშვიდით, ეხლა არც ერთი არ აჭერთ. უნდა გამოვიცნოთ. რომელიც უფრო ახლოს იქნება, ის წაიწევს წინ. და ჩუმად შეგიძლიათ იმსჯელოთ. რამდენი ქალაქია იაპონიაში? ყურში მითხარით, ვისაც პასუხი მზად გექნებათ. რამდენი ქალაქია? მე მაქამდე გეტყვით, რომ კომენტარებში დაგვიწერეთ, მოგეწონათ თუ არა 2-2-ზე ფორმატი, იმიტომ რომ მსჯელობასაც ისმენთ ადამიანების და მე მგონი ესეც საინტერესოა და თუ ისურვებდით იუთუბერების 2-2-ზე ფორმატში ნახვას. დიდი მადლობა დროებით. 120 მილიონი. აბა, ჩუმად მოდი ესე. ერთმა არ უნდა გაიგო. კარგი, ყურში მითხარით თქვენი პასუხი. უთხარ მიდი. გასაგებია. ამათი პასუხი ვიცი, შეგიძლიათ ხმამაღლა იმსჯეროთ. ოკეი, ესე იგი, განვითარებულ ქვეყანაში სადღაც 80-დან 90%-მდე ცხოვრობს ქალაქად. 10% არის, ხო, 120 მილიონი არის იაპონია. 120 მილიონის 80% არის 96 მილიონი. კაი, 100 მილიონი ცხოვრობს იმე თუ დაახლოებით 100. ტოკიოში იქნება თუ ჩვენ თუ ჩავთვლით რომ ქალაქა, ხო, მაქედონ უნდა გამოვაკლოთ კიდე რაღაც 20 მილიონი რაღაცა. ტოკიოს აგლომერაცია უნდა გამოვაკლოთ. მესამე და კიოტოში. 50,000. თქვა და 50,000 არის ქალაქის ზომა. აი თქვა. საბოლოოდ რამდენი ქალაქია? არა, 50,000 მოსახლეობა. ანუ 80 მილიონს გამოვაკლოთ პირობითად ეს 20 მილიონი ტოკიო და რაღაცეები, 60 მილიონი 50,000-ზე, ანუ 102. ну, короче, 1000 რამდენი? 1000 ქალაქი, 1000 ქალაქი. საბოლოო პასუხი უნდა ადგილობრივი არჩევნები წარდება იაპონიაში. აბა რამდენი? 150. არა. საქართველოში არ ვკითხულობ. 450. საქართველოში არის მე მგონი 55 ქალაქი. 30 ქალაქი თუ გვაჯობ. 450. 450? 411 დააფიქსირეს აქეთ და სწორი პასუხია. აი, ზად მაგხელი ნახე. 792. ნუ ეგეთ. ვახ, რა კარგად მივდივართ, აბა რა. 200 ლარზე ვართ უკვე. ძალიან ტაქტიკური სვლა იყო. ხო, მაგრამ ვერ გაიგეს მე მგონი. არა, მე მზად ვიყავი რომ უფრო მეტი მეთქვა. მე ხო, საქართველოს გავუტორე გავუთავე. 1000-ით მოიგებდით? 208-ით დებოდით? კი, 1000-ით მოიგებდით. 1000-ით მოიგებთ. კარგი, შემდეგი შეკითხვა. 21 კითხვაზე ვართ უკვე. სულ რამდენია? სულ არის 24, თუ საჭირო გახდა დამატებითი 25. კი, საჭირო. ვიგებს რომ ყველაფერი იმჩავდავთ. რა ქვია ამას, როდესაც აღმავალი ძალა საფრთხეს უქმნის არსებულ ჰეგემონს? კითხვას გავიმეორებ. რა ქვია ამას, როდესაც აღმავალი ძალა საფრთხეს უქმნის არსებულ ჰეგემონს? ანუ რევანშის მინიშნება არის ერთი ჰეგემონია და მეორე აღმოჩნდა. მინიშნება არ გინდათ, კარგი. გვინდა როგორ არ გვინდა? ანუ ყურადღებას არავინ არ მახსოვს. გვინდა ერთი სიტყვით არის ეს გამოიწვია? არა, ორ სიტყვიანია. ეს უკვე მინიშნებაა, მაგრამ კიდე ერთ მინიშნებას მოგცემთ. თაგვი. აი რაღაცნაირი მინიშნებაა.
კარგი. ანუ ჩვენ ახლა თქვენ ვერ პასუხობთ. ჩვენ ვერ პასუხობთ. მაგრამ ხომ ამაღლა ერთად შევიდეთ შეგვიძლია უბრალოდ მაინც ვერ დაგეწევით. მაინც ვერ დაგეწევით თაგვი. თაგვი არის მინიშნება, რაღაცნაირი მინიშნება რა. რევანშისტული სახელმწიფო, მაგრამ მე კი ვიტები დავხოთ რა. ეს თუ ერთი დავით, და პასუხი უნდა გამცეთ. პოლარიზაცია უნდა 59, 48, 47. 46. ეხა ეს ესე ამას მიშვედა ვერ გამოიცის. უბრალოდ მაშინ უბრალოდ თქვენს უნდა უპასუხოთ. კარგი. 1, 2, 3, გისმენთ. არ არის პასუხი. არ გვაქვს, არა. და თქვენ? რაღაც ხაფანგი იქნება ამ სიტყვაში. ხაფანგი არის? არის და ალბათ იქნება იმის, რა ქვია, შეჯიბრის თუ აი როგორ არის ერთმანეთზე ჭიდილის ხაფანგიო. არა, ეს არის თუ კიდიდეს ხაფანგი. ეგ არის და თუ ჭიდილის ხაფანგი არის შეჭიდების, ანუ ძალის მაინც არ გეცვლება. მაინც არ შეგვიძლია. ჩავით ყველა თქვენ. ჩასულები ვარ. ეგ არის. აი ნახეთ. ეგ აი ეს არის რა, უსაფრთხოების დილემა. უსაფრთხოების დილემა. სამი კითხვა დარჩა ხო? ანუ 50-დან ჩამოხდით ქვემოთ? ხო. კარგი, შემდეგი შეკითხვა. პირველი მსოფლიო ომი სულ ცოტა ხნით შეწყდა. კი ბატონო. რის გამო? აქეთ იყო? შობრო იყო რა. ეს აბა გისმენთ. ზამთრის და ერთმანეთში და ერთ-ერთად დალია სამხედროებმა და რაღაცა. ო, იქ ისტორია არის გამიქია. რის გამო და რა მოხდა? საშობაო ზავი იყო? სწორია. საშობაო ზავი და ესე რა ქნეს, ხო არ გახსოვთ? კი, სანგრიებში ჭამეს ერთ-ერთ და იქ. კიდე აი ყველაზე ფეხბურთი ითამაშეს. ნამდვილად ახვედით ასლარზე. უკვე ასე ავიდნენ? რანაირად 20 არ იყვნენ? ინფლაცია. ინფლაცია, ლაშ, ინფლაცია. პროცენტი დაგაკლდება თითოდეთ. კარგი, მართალია. ლუქსემბურგის დედაქალაქი. სწორია. ასლარზე ახვედით. ეხა ბრაზილიის დედაქალაქი მგია. იდეაში დარჩა 24 ბოლო შეკითხვა, მაგრამ თუ 24-ს გამოიცნობთ და აქ ამოხვალთ, 25-ესაც დავსვამ, რომ აქამდე ამოგიყვანო. ეს წინასწარ გაწერილი სცენარი იყო ყველაფერი. შევხედო გამოიცნობთ და დრამა რო ყოფილი. ესე იგი მე დროს კარგავ, იმიტომ რომ უყურებ ადამიანს. უცა ეს უბრალოდ დააჭირო და მე ილაპარაკო რა. შუგი არ შევხედავ. ხო, როგორ გამოგიხსნა? ძალიან რთული შეკითხვაა, იმიტომ რომ ბოლო შეკითხვა არის იდეაში ეს და რაც მარტივი იქნება და დააჭირო. ამიტომ მინიშნებასაც აუცილებლად იმას ვიზამ. სოფლიოში ყველაზე ცნობილი მიგრირებული სამი სახეობიდან ერთ-ერთი მაინც მითხარით. ცხოველების? ხო. მიგრირებული სამი სახეობიდან. არა, მიგრირებული სამი სახეობიდან ერთ-ერთი მაინც მითხარით. სხვა გზა არ გაქვს თქვენ. მიგრირებული საჭიროა. თქვენ სხვა გზა არ გქონდა, თუნდაც დაგეჭირეთ. კარგი, ახლა მინიშნება მინიშნებას დავებულო. ერთ-ერთი რაღაცის მინიშნება. ხო, იდეაში ადამიანი, არა, სახეობა, ადამიანი უნდა ვთქვათ რა. ადამიანი მიგრირებს ყველაზე მეტად. კარგი. მოიცეთ დაელოდე. მინიშნება არის ესეთი რა. სიმღერით ჯობია. ხო თქვი. ზარმაცა. ადამიანი. მაშინ ჰომოერები. ეხა DJ. თან ცურავს. აბა. ვინ ვიყავი? კარგად დამაგვირდით. აი ის ისა რა. ნახეთ. მე ვიცი, მაგრამ აი ხა რავი. აი ვარ, გითხარი და ბლიცი ვითამაშო. ზარმაცაა, კაცო, ზარმაცაა. სელაპი? კაი, თვისელაპი. არა, მოიცა ბლიცი რო ვითამაშო აბა ზარმაცა. იქნებ სხვა რამე მიგანიშნოთ. უტოპიაში როზა. ანუ მაგ სამიდან ერთი უეჭველი არის ჩიტი. ერთი მიგანიშნეთ. არა, ასაც მიგანიშნეთ. ჩიტი არა, არა, სახეობიდან. რომეც არის რიო რო არის მულტფილმი, მაგაზე არ არის? კარგი, ისეთი ჩიტია, რომელზეც ძალიან ბევრი ფიქრი არ უნდა გჭირდებოდეს. აჰა, გითხარი, ჩფრინველი არის ერთი. ჩიტიც არის, მაგრამ ისიც არის. ზარმაცას მიგონიშნეთ. ეხლა ხალხო ცუდად გავაკეთე, გეხვეწებით კომენტარებში დაწერეთ რა მაგარი იდეალური შესრულება. იყავი. ზარმაცას მიგონიშნებს და არ ეგ ზარმაც არის ეს, აი. ხო ეგ არის, სლოვ. აი ეს არის ზარმაცა. ანუ ეგ უფრო კოალას გავდა ეხლა. აი, ნუ ზარმაცაა თქო. ეს ეს რაღაც ეს შემიძლია ამოქინა.
всё, всё. არა, ასო. მე არ ვიტყვი. მე არ ვიტყვი. გავიდა. 1 არა, ორი. ფრინველი. მე ვიცი ახლა. მარტივი ფრინველი არისო. მარტივი მეც ეგრე ის მაინტერესებს ან საჩვენებს, მაგის ძალიან მაგრად განასახიერა. აი, ufantastიურესად განასახიერა. ალბათ მან თავარი ეს არის. კუსაჩვენებს. ესეც უნდა ისქნათ. ხო. ოკეი, კუსაჩვენებს. კუსაჩვენებს. არ პასუხი უნდა მითხრა. ფრინველი თქვა, ყო მარტივი გამოსაცნობი არის ფრინველი. 1 2 3 პასუხი ნებისმიერი შენ რომელიც გინდა. ო რაღაც ჩიტია. გესმეთ? მე მინდა რომ კუ იყოს. ტოროლა. ტოროლას აფიქსირებთ? იყოს ტოროლა. ვიცი რომ ერთი არა და კუ იყო. ჩიტი და ვიცი რომ სპეციალური. ტოროლა არა ტოროლა რომ უთხრა ეხლა მაშინ ტოროლა არა ტოროლა და კუ იყოს. უკვე გვიანია. აი ვიცი ვითამაშოთ რა. ეს მაგრამ ეს ბოლოში მართლა კუ ეს იყო. ყველაფერი იყო აფრიკული ანტილოპები, აჰა, იცოდი? ზღვის კუები, აი, კუები ვიცოდით. ზღვის ზღვის. და არქტიკული მერცხლები. ხო, ну ეგ. სამწუხაროდ მაინც მე ამერიკა. ვეცადე, დამარცხდა. მაგრამ აქ იდეალურად. ვერ ჩამოგიყვანეთ ვერაფრით. თქვენ მოახერხეთ. უი, ულოცავ ჩვენ თავს. მიულოცოთ ჩვენს კოლეგებს. მიულოცოთ. 200 ლარი წავალთ აქედან და ბონუსად დავსვამ 25 შეკითხვას. და მარტო შენ უნდა გამცე პასუხი. ხო. სულ რამდენი ქალაქია საქართველოში? აი ეს იყო 25 შეკითხვა. ბოლოს სტატისტიკური მონაცემები. 50 თქვი წერა. საქართველოს რამდენია? საქართველოში 50 ცოტა მეტი თქვი. აბა რამდენი? მართალი ვარ? აზრი აღარ. ბოლოს სტატისტიკური მონაცემები რა იყო? 51-დან 55-მდეა წესით თუ არის და. არ ვიცი რამდენი ქალაქია, თქვენ შეგიძლიათ კომენტარებში დაგვიწეროთ საქართველოში რამდენი ქალაქია და ასევე ჩამოგვითავალოთ ყველა ქალაქი და რაიონული ცენტრი, ნუ მუნიციპალიტეტები რაღაცები გადის. ჩამოგვიწერეთ კომენტარებში რამდენიც არის იმდენი ქალაქი და თქვენ მე სულ შეგიბერავთ საფულზე ან თუ დაგცხებათ ხუჩაში თუ გნახავთ, ესე გაგაგრილებთ. დიდი მადლობა. თქვენ ვერაფერი ვერ მოიგეთ, გილოცავთ. მაგრამ 2-2-ზე თამაში ძალიან საინტერესო იყო ჩემი აზრით, თქვენს ალბათ ისიამოვნეთ. 200 ლარი აუცილებლად ამ წელს ჩაგერიცხებათ თქვენ. ჩემი ჰონორარი გამოკლებული იქნება და ის 67 ლარი თქვენია. მოკლედ, დიდი მადლობა თქვენ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და კომენტარებშიც გაამხნევეთ ჩვენი ლექტორები და ჩვენი სტუდენტები. აბა, კარგად.